მე მქონდა ერთი აკვიატება. ეხლა გამიარა მაგ აკვიატებამ ისეთი ადამიანის შემხვდა, მოკლედ, ჩემ ცხოვრებაში ისეთი ადამიანის შემხვდა, რომ ალბათ ისიც ღმერთმა გამომიგზავნა თუ რავი განგება, რომ მიმახვედრა, რომ შენი ცხოვრება ამ გაზიარებაში არსებობს რეალურად, ანუ გაუზიარებლად, ხო იცი ეს ბედნიერება გაზიარებაშიო. ანუ ეს ბოლომდე გამაგებინა, თორე მე ვიყავი, აი რა ვიცი, ალბათ აი და ვინჩის ის ბიოგრაფია ალბათ აგითხავს, რომ არავინ არ ყავდა რაღაცა. მისი პარტნიორი არავინ არ იცის, აი ეს მუდმივი რაღაცა, მუდმივად იყო ან ჩართული თავის რაღაცას შემოქმედებაში და 15 წუთი ეძინა, მე გავაგზავნე, მე ესე და მე დადიოდა ესე და ეძებდა ან დაფინანსებას იმად. და ჭიემი იმდენად მოხიბლული ვიყავი ბავშვობაშიც, რომ ამბი რენესანსის რაღაცა მხატვრების იმას რო კითხულობდი. არ ვიცი, შეიძლება მაგდრო შემიძრა ტვინში, რომ ანუ მე მქმინდოდა, რომ ასეთი ცხოვრება მქონოდა, რომ აი მუდმივად ყოფილიყავ მხოლოდ ჩემს საქმეში ჩართული მარტოდ და არანაირი სხვა გარე ურთიერთობები საერთოდ არ ყოფილიყო ჩემს გარშემო. არავინ საერთოდ, ხოლო ჩემს იყო ხოლმე ხანდახან 3 დღე ჩემ ოთახში რაღაცა იხატავდი მუსიკა რაღაცა ეგ და 3 დღე მე რო არ გავიდოდ მეგობრები მაგითხავდნენ, რომ ხო არ გავულიქინე. სადახარ არ გამოსვლი ხარ. ანუ ჩემს ბედნიერად ვიყავი ძალიან, ჩემი სამყარო ხდა. და მე გადავწყვიტე, რომ აი მინდა რომ მთელი ცხოვრება მიუძღვნა ამას და ვერ ქაჩავ, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ჩემი ტვინი ამას ვერ ქაჩავს, იმიტომ რომ მე მარტოობის შიში თუ შფოთვა გეწყება თუ რაღაც არ ვიცი, ხო ვიღაცას თუ არ ჩაეხუტე. ის ხო ძაღლ ჭირდება მოფერება და იმას რა ქვია, კუს და ანუ ეს ვერ გაკაჩავ.